პარტნიორის ეგიდით მომზადებული რუბრიკა. ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მომზადებულ ბლოგს შემოგთავაზებთ, რომელსაც დღეს წარუძღვება ვაკო ორგანაშვილი. ვაკო, დღემშვიდობის. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად. და მინდა რომ ერთად დავაანონსოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები. კი ბატონო, მოგესალმებით. რომ პირველად ჩვენმა ახალგაზრდას მიეწოდეთ ინფორმაციას, რომ გასულებული შაბათ და ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული მორგი გრანდიოზული ძალიან საინტერესო წარდგენისა და საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც ემსახურებოდა ორ ძალიან დიდ მიზანს, რომელიც ძალიან ისეთი პომპეზური, მრავალფეროვანი, ძალიან ბევრი სტუმრით დატვირთული. ერთ-ერთი პირველი მთავარი მიზანი ის იყო ძუძუს კიბოს მიმართ პრევენცია, ინფორმაციის გაჟღერება, რომ ჩვენ სტუმრებს, ქალბატონებს გქონდეთ მაქსიმალური ინფორმაცია და მოგვეცა იმის мотиваცია, რომ ყველანი ყოფილიყავით მაქსიმალურად დაზღვეული და მიგვეწოდება მეტი და მეტი ინფორმაცია და გაგვიზიარებინა გამოცდილება. ხოლო მეორე ძირითადი მიზანი, რომელიც იყო ღონისძიების, ეს იყო ახალი წევრი ქალბატონების წარდგენა, მათ საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მაქსიმალური ჩართულობა, რომელიც ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მაყურებელი ამ ყველაფერს რამდენიმე წამში კადრების სახითაც იხილავს. რაც ეხება ჩვენს დღევანდელ სტუმრებს, თქვენ იცით, რომ ჩვენი სტუმრები არ არიან ჩვენ საზოგადოების წევრები, არ არიან მხოლოდ დედაქალაქში მყოფი ქალბატონები, ან დედაქალაქში მოღვაწე ქალბატონები, დღეს ყავს ორი არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც ქალბატონი ანიკო კელიხაშვილი, რომელიც მუშაობს უშუალოდ დუშეთის განვითარებისათვის და ეს არის მხოლოდ ერთი მიმართულებით უფრო დეტალურად თავად გვეტყვის და ასევე ნათია გოგიტიძე, რომელიც უშუალოდ ქობულეთში მოღვაწეობს სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო არა მხოლოდ ბიზნეს განვითარების მხრივ, არამედ ეკონომიკის განვითარების მხრივ და იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ჩართულობით და მეტი ინტეგრაციით თითოეული ქალბატონის საქმიანობა ისე და ისე სასარგებლო იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. გადავალთ ჩვენ პირველ სტუმართან, ქალბატონ ნანიკოსთან. ნანიკო, მოგესალმებით. მაყურებლისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება ის, თუ რას მოღვაწეობთ თქვენ და ეს ყველაფერი როგორ უკავშირდება ბიზნეს ეკონომიკურ განვითარებას, იმიტომ რომ ისეთ მუნიციპალიტეტში, როგორც არის დუშეთი, არ ვართ განებურებული სხვადასხვა რეკრეაციული სივრცეებით და ესე ქალბატონ ნანიკო გახლავთ დასასვენებელი სივრცეების ნანოლენდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც სხვადასხვა ადამიანებს თავაზობს სხვადასხვა მომსახურებას ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და აუცილებლად უნდა იცოდეს ფართო საზოგადოება ნანიკოს შესახებ. მოგესალმებით ნანიკო, გაგვაცანით საკუთარი თავი. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას მოგახსენოთ ჩემი აქ მოწვევისთვის. მე ვარ ნანა კელიხაშვილი, დავიბადე და გავიზარდე დუშეთში. აქვე მაქვს ჩემი ბიზნესი ბაზალეთის ტბასთან მდებარე დასასვენებელი სივრცე ნანოლენდი, რომელიც ჯერჯერობით მოიცავს გლემპინგს და კოტეჯს. ორივე არის იზოლირებული ეზოებით, აქვს გარე საპარკინგო სივრცეები და თბილისიდან მდებარეობს 40 წუთის გზაზე, სულ რაღაც ქალაქის ხმაურისგან დაღლილებს შეგიძლიათ წამობძანდეთ და 40 წუთში მოხვდებით განსხვავებულ ადგილას, სადაც დრო შეგიძლიათ განსხვავებულად გაატაროთ საყვარელ ხალხთან ერთად. ყველაფერი კი დაიწყო 2 წლის და 4 თვის უკან ბაზალეთის ტბასთან შევიძინე მიწის ნაკვეთი და გადავწყვიტე გამეკეთებინა გლემპინგ კოტეჯი, რადგან იმ დროისთვის ჩვენს რეგიონში მცხეთამთიანეთს გულისხმობ არ იყო მსგავსი ტიპის დასასვენებელი კოტეჯი. ჩემი ინსპირაციის წყარო გახდათ აჭარაში და რაჭაში ნანახი გლემპინგ კოტეჯები და გადავწყვიტე ჩვენთანაც გამეკეთებინა მსგავსი. ეს აღმოჩნდა წარმატებული სტარტაპი, მოწონდათ სტუმრებს, გამოიწვია დიდი ჯავშნები დავდეთ სხვადასხვა საიტზე, ბუკინგზე, B&B-ზე, მარტო ქართულ საიტებზე, არა, მარტო ჩვენი მომხმარებლისთვის არ იყო ეს გათვალისწინებული. და მოკლედ კარგად გამართლა ჩვენმა სტარტაპმა. 1 წლის შემდეგ აწარმოე საქართველოს გრანტის დახმარებით, დავამატე მეორე სამკუთხა ხის კოტეჯი, მოვიგე ეს გრანტი და ეხლა გვაქვს უკვე 2 გლემპინგი და კოტეჯი. ორივეში შეგვიძლია ვუმასპინძლოთ დარჩენით 8 სტუმარს, მაგრამ გვაქვს ეზოში გარე სივრცეები, სადაც დაბადების დღის და სხვადასხვა წვეულებების მოწყობაც არის შესაძლებელი. ხო, ძალიან საინტერესო კონცეფცია არის. კი, იმიტომ რომ არა მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტზე და განვითარების, იმიტომ რომ ახსნა კიდევაც ქალბატონ ნანიკო, რომ აწარმოებს საქართველოს ჩართულობით მეტად და მეტად უფრო იზრდება ჩვენი გარემოებები და ჩვენი ფაქტორები. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. გადავიდეთ ჩვენს მეორე სტუმარზე, გახლავთ ქალბატონი ნათია გოგიტიძე, რომელიც გვეს შესავალშიც აღნიშნეთ, რომ მოღვაწეობს ქობულეთში. იგი გახლავთ ბავშვთა განვითარების ცენტრის დირექტორი და ხელმძღვანელი და ვიცი რომ ძალიან დიდ როლს ასრულებს არა მხოლოდ ქართულ ეკონომიკურ ბიზნეს სფეროში განვითარებას, არამედ ძალიან ბევრი კარგი ინიციატივები აქვს მას. ქალბატონ ნათია, მოგესალმებით, მივესალმოთ ჩვენს მაყურებელს და უფრო დეტალური ინფორმაცია მივეწოდოთ თქვენი საქმიანობის შესახებ. მოგესალმებით, დიდი მადლობა აქ მოწვევისთვის, იმიტომ რომ ეს სივრცე ჩემთვის ძალიან პატივსაცემი სივრცე არის და თუ კი მე ამ ტელევიზიიდან მოვახერხებ ჩემი საქმიანობის შესახებ 2 ოდესეტყვის თქმას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის. მე გახლავართ
ქობულეთის ბავშვთა განვითარების რეაბილიტაციო ცენტრი ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრის წარმომადგენელი 2016 წლიდან ქობულეთის რეგიონის და მიმდებარე რეგიონის 0-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის რომელთა სპეციფიკური სერვისი ესაჭიროებათ ჩვენ ვემსახურებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქართველოს და აჭარის ჯანდაცვის და სოციალური სააგენტოს დონეზე ვუწევთ მათ მომსახურებას. ეს ცენტრის დაფუძნების იდეა წამოვიდა 2016 წელს, როცა დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია ქობულეთის მხარდაჭერა განსაკუთრებული საჭიროებებისათვის. და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს გრანტები დაგვეხმარა იმაში, რომ შეგვექმნა ჩამოგვეყალიბებინა გუნდი, გადაგვემზადებინა სრულიად ახალი სპეციალობების ადამიანები. ესენი იყო ქცევის თერაპევტები, ბავშვთა ადრეული განვითარების თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ფსიქოთერაპევტი, შემდგომ შემოგვიერთდა ფიზიკური თერაპევტი. ეს იყო სრულიად უცხო და ახალი სპეციალობა და რეგიონისთვის ეს იყო ექსკლუზივი. ჩვენ ვართ პიონერები, ვინც ეს საქმე წამოვიწყეთ. რეგიონისთვის, არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბით. სრულიად საქართველოს მასშტაბით. წლებია მოღვაწეობთ თქვენ. ბატონო, 2016 წლიდან. დღესდღეობით ჩვენ ვახორციელებთ 5 სახელმწიფო პროგრამას საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის ჩართულობით და მათთან ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული. ამ პერიოდში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ცენტრის სრულყოფისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციამ შეკრა ერთი მთლიანი გუნდი და 2017 წელს ჩვენ დავაფუძნეთ ქობულეთის შპს ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი. ცენტრის თანამშრომლების რიცხვი დღით-დღე იზრდება. მინდა აღნიშნო, რომ მათი უმრავლესობა ქალბატონია, ასე მოეწყო საქმე. ყავს 1-2 მამაკაცი, მაგრამ დიდ როლს მაინც თამაშობენ ქალბატონები ამ საქმეში. ვინაიდან იზრდება საჭიროების მქონე ბავშვების რიცხვი, თანამშრომლების შემატების და ახალი კადრების გადამზადების საჭიროება დგება ყოველდღიურად, ამიტომ ჩვენ მზად ვართ აი სპეციფიკურ სფეროში გადავამზადოთ ახალი კადრები. ეს ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ამ სირთულეების შესახებაც შეიძლება საუბარი. დღეისათვის როგორც აღნიშნე 5 სახელმწიფო პროგრამით ვემსახურებით ბენეფიციარებს ამავე დროს მთიანი და ცენტრიდან მოშორებული სოფლების ბავშვებისთვის გვაქვს ადგილზე მომსახურება ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისის მიწოდება და მე მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ ექსკლუზიურ პროექტზე რომელიც პირველად 2017 წელს დავიწყეთ ჩვენ და გავაჟღერეთ და დღემდე ყოველი სეზონის დაწყების წინ მოგვიხსენებათ ქობულეთის საკურორტო ქალაქია და ზაფხულის პერიოდში ივსება მიქაურობა და სეზონის დასაწყისში სასტუმრო სექტორთან ჩვენ ვაკეთებთ შეხვედრას და ვთავაზობთ ასეთ სერვისს. მშობლებს ვისაც ყავს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი სავაზობთ ამ ბავშვთან ქცევის თერაპევტის მომსახურებას, რომ დედამ შეძლოს გარკვეული საათები, დღის განმავლობაში გარკვეული საათები დაისვენოს. ეს ძალიან საინტერესო პროექტი იყო და მართალია გვაქვს ესე ძალიან მასიური ხასიათი არ ქონდა ამ პროექტს, მაგრამ ჩვენ ცოტათი დავაყოვნეთ და შევიცადეთ იმის გამო, რომ ქონდა გამოწვევა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ვინაიდან ისე ვიმეორებ, რომ ქობულეთის საკურორტო ქალაქი არის, იქ ძალიან რთული არის ფართის მოპოვება ბიზნეს საქმიანობისთვის. მართალია ჩვენ გვაქვს ახლა საკითხები, იმიტომ რომ სხვადასხვა საქმიანობის მხრივ საკმაოდ განვითარება არის თქვენ მხრიდან საკმაოდ დიდი. და ძალიან თუნდაც ფართის მხრივ საკმაოდ დიდი შრომა დაგჭირდათ იმისათვის, რომ მიგიღოთ ის, რასაც თქვენ ახორციელებთ. დიახ, ჩვენ შევიძინეთ შენობა რომელიც მოწესრიგებას დროს ჭირდება, თანხები ჭირდება დამერწმუნებით და აი როცა ეს შენობა უკვე შევა სამუშაო ფაზაში, ჩვენ ძალიან ბევრი ახალი სერვისის დამატებას ვფიქრობთ. შესაბამისად, გაიზრდება თანამშრომლების რიცხვი, რომლებსაც სხვადასხვა სპეციალობაში მიმართულებას მივცემთ, დავეხმარებით, გადავამზადებთ
და ეს კიდევ მნიშვნელოვანი არის ასეთი პატარა რეგიონისთვის ფაქტობრივად ჩიხია ქობულეთი. აი არ უჭერს ბათუმს, არც კადრები, არც მოძიება მათი და დიდ ქალაქებს, მაგრამ ქობულეთი არის პატარა ქალაქი და ძალიან ჭერს, იმიტომ რომ ახალგაზრდებს ურჩევნიათ დიდი ქალაქებისკენ მიისწრაფვიან. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონია. ნათია, ნანიკოს დავუბრუნდები. ნანიკო ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მაყურებლისათვის თქვენი გამოცნობის გაზიარება, იმიტომ რომ თქვენ წაღანაც აღნიშნეთ, როდესაც ბაზარზე დაიწყეთ ნოლიდან ოპერირება, გადალახეთ სხვადასხვა სირთულეები, ხომ რაც ქალბატონმა ნათიამაც აღნიშნა. დარწმუნებული რომ საკმაოდ ცეთი სამოტივაციო და გასათვალისწინებელი იქნება მაყურებლისათვის ეს თქვენი გამოცდილება. ნამდვილად ვაკო, დღევანდელ საზოგადოებაში ხა ქალის როლი მართალია ცოტა უფრო განვითარდა და წინ წავიდა, მაგრამ ბევრ ქალს მაინც არ შეუძლია იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირი. ეს არსებული წინაღობების თუ ძველი შემორჩენილი სტერეოტიპების გამო არის ასე, ბევრ ადამიანს არ შეუძლია რა, ბევრ ქალბატონს იყოს გადაწყვეტილების მიმღები. მე ვფიქრობ, რომ წარმატებისკენ სწრაფვა ქალების თავარი მუხტი უნდა იყოს, კი, იმიტომ რომ ყველა ქალს უნდა ქონდეს თავისი საქმე, უნდა იყოს ენერგიული, საქმიანი. ჩემიდან გამომდინარე, სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ერთი ადამიანისთვის არ არის მარტივი ბევრი საქმის ერთმანეთთან შეთავსება, მაგრამ თუ სწორად გადაანაწილებ დროს, იქნები ენერგიული და დაისახავ მიზანს და არ შეიმჩნევ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე სხვადასხვა პრობლემებს, რომელიც არც თუ ისე ცოტა აღმოჩნდება ხოლმე, აუცილებლად მიაღწევ ამ მიზანს და ყველაფერი იქნება გადასარევად და ჩემი თავარი მიღწევა ვთვლი, რომ არის თვითმოტივაცია. იმიტომ რომ ყოველთვის ფიქრობ ხოლმე, ვიღაცამ თუ გააკეთა და გამოუვიდა, მეც გამომივა და აუცილებლად ვიწყებ, დავისახავ მიზანს და ვაკეთებ ყველაფერს ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. იმ ქალბატონებს კი მინდა ვურჩიო, ვინც ახლა არის გადაწყვეტილების წინაშე დგას, თუნდაც პროფესიული არჩევანის წინაშე, ან თუნდაც ბიზნეს საქმიანობის დაწყების წინაშე, რომ გაბედეთ, აუცილებლად გაბედეთ, პირველ რიგში გჯეროდეთ საკუთარი თავის, იყავით ენერგიულები, იყავით ძლიერები, ძლიერი ქალი კი ძლიერი სახელმწიფოა და ჩვენ ქალებს ვთვლი, რომ ყველაფერი გამოგვივა აუცილებლად. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო ნათია, რა სიტყვით მაგალითად თქვენ რაღაცა აღნიშნეთ, რომ წლების წინ დაიწყეთ მოღვაწეობა და მით უმეტეს მაშინ, როდესაც არც გამოცდილება შედარებით ნაკლები ქონდათ, საწყის კაპიტალი შედარებით ნაკლები იყო. როგორ მოახერხეთ მაგალითად თავდაპირველი ფინანსების მოძიება, თუნდაც იმისათვის, რომ თქვენი საქმიანობა დაგეწყოთ, განგევითარებინეთ, იმიტომ რომ მაყურებლისათვის ნანიკოს გაგრძელება რომ იყოს მაგალითად ანალოგურად საინტერესო იქნება, რომ კი ბატონო, გვაქვს მოტივაცია, ძალიან სავსე ვართ, ამ მხრივ არ გვაკლია, თუმცა ფინანსები საკმაოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისათვის, ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობისათვის. ამ მხრივ როგორ გაგვიზიარებთ თქვენ გამოცდილებას? ამ მხრივ ჩემი გამოცდილება ასეთია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ მხარდაჭერა განსაკუთრებული საჭიროებებისათვის მოიპოვა გრანტი და ფონდმა ღია საზოგადოებამ რამდენიმე გრანტის მეშვეობით მოგცა ჩვენ საშუალება, რომ შეგვექმნა მინიმალური სივრცე იმისთვის, რომ აი დაგვაწყო ოპერირება ბაზარზე და რაც ყველაზე მთავარი რაც არის, გადაამზადა გუნდი, რომელიც სადაც დაუფინანსა ასევე სუპერვიზია. 6 ბენეფიციარით დავიწყეთ ჩვენ მუშაობა და დღეს ჩვენი ცენტრის ბენეფიციართა რაოდენობა 400-მდე მერყეობს და ეს ციფრი მოძრავია, ასე ვთქვათ. სწორედ ეს გუნდი იყო კაპიტალი. ცოდნა და რომელსაც მოყვა შემდეგ გამოცდილება და ეს იყო უდიდესი კაპიტალი. ვერაფერი, ვერანაირი ფული ვერ ჩაანაცვლებს ცოდნას და გამოცდილებას. რამდენიც არ უნდა დახარჯო, თუ იქ გუნდმა არ მოგცა იმის საშუალება, რომ გაზარდო შენი კაპიტალი, არაფერი არ გამოვია. ჩვენ ვიყავით მაღალი პასუხისგებლობის, პროფესიონალიზმის გამოვლენის გზაზე და ვცდილობდა დღემდე ვცდილობთ ახალ-ახალი სერვისები გავაუმჯობესოთ არსებული სერვისები და ცოდნა მივიღოთ. კავშირი გვაქვს ყველა იმ ორგანიზაციასთან, ვინც შეშემეპირებთან მუშაობს, ამ ქსელში ჩართული ვართ და აი ეს გვაძლევს. ეს არის ჩემი კაპიტალი არის ეს. ამის შემდეგ ჩვენ და როცა შევქმნით შპს ქობულის ბავშვთა განვითარების ცენტრი დაუკავშირდით აჭარის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროებს, მათთან გავაფორმეთ ხელშეკრულება
ჩვენ ამ ხელშეკრულების პირობებს შესანიშნავად ვასრულებთ და ამიტომ ვართ ბაზარზე კონკურენტუნარიანი. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ იზრდება ასეთი ბავშვების რიცხვი, იზრდება შესაბამისად სარეაბილიტაციო ცენტრების და სპეციალისტების მოთხოვნილება იზრდება, მაგრამ ბაზარი ძალიან ხშირად გთავაზობთ ურეიტინგო, უიმიჯო სასწავლებლებიდან გამოსული ვითომ და სპეციალისტების რიცხვს, რომლებიც მოდიან, მოაქვთ სერტიფიკატები, მაგრამ ხშირად მათ ვერ ენდობი, ვინაიდან ბავშვს, რომელსაც ფსიქიკური დარღვევა აქვს, შეუძლებელი არის მასთან დასვა არაპროფესიონალი, რომ სხვანაირად წარმართოს ამ ბავშვის შემდგომი განვითარება. ვაკო, კიდევ რა შემიძლია დავამატო? კი ბატონო, მოდი ნანიკოსთან გადავიდეთ. კი, ოღონდ მეგობრებო, 2 წუთი გვჭება. ზუსტად თან სიუჟეტიც მოსასწრები გვაქვს ამ თემას. კი ბატონო, მე მინდოდა დამემატებინა. ძალიან გვექნება დრო. თუ გვექნება. ხო, 2 წუთი გვაქვს და ვეცადოთ რომ ჩავეტიოთ ამ დროში. დიახ. აი საქართველოს სომხეთის მატჩის წინ ჩვენ ნახეთ სტადიონზე მიქაუტაძის წინ იდგა ერთი ბიჭუნა, რომელიც სიცივისგან იყო მობუზური. აღმოჩნდა რომ მას ჰქონდა აუტისტური სპექტრის აღჭურვილობა. მე აი ამაღელვა ფაქტმა თვითონ მშობლის სტიგმა დაძლეული იყო. ფეხბურთელი და საზოგადოება ისეთი სული და გული და სიტყვოთი მიიღეს ეს ბავშვი და დაიძლია სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. საჭიროების მქონე ბავშვების სოციუმში შემოყვანა. კი, მაინც ნუ გავამახვილებთ რა ყურადღებას, მაინც არასრულწლოვანზე არის საუბარი, ამიტომაც მაინც ნუ გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას. კი ბატონო. კი ბატონო, ნანიკო, რა რჩევას მიცემდი ქალბატონებს, რომლებიც ახლა იწყებენ სამიწარმოო საქმიანობას, პრაქტიკული რეალური გამოცდილებიდან გამომდინარე, მოკლედ რომ გითხრათ. ისე განმეორდები, რომ ანუ დაიჯერონ საკუთარი თავის, აუცილებლად პირველ რიგში აუცილებელია, რომ გჯეროდეს საკუთარი თავის და იყავი ენერგიული, კონდეს მიზანი, იმიტომ პირველ რიგში უნდა კონდეს მიზანი და გჯეროდეს საკუთარი თავის და დანარჩენი ძალიან მარტივად გამოვა, ყველანაირი პრობლემის მოგვარება იქნება თუ ფიზიკურად გაკეთება, საქმის დასრულება ბოლომდე, ყველაფერი გამოვა იდეალურად. თავარია გჯეროდეს საკუთარი თავის და კონდეს შინაგანი мотивация. მიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები, ხო? ძალიან დიდი მადლობა, ეს ძალიან საინტერესო ადამიანების გაცნობისთვის და მარგემშვიდობები. ჯერ ეხლა რეპორტაჟი გვაქვს და საანონსებელი. მე მინდა ქალბატონების წარმატებები უსურვო, ძალიან ბევრი და იმედი გამოთქვა, რომ ძალიან ხშირად იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმრები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენი მთავარი მიზანიც ქართული ბიზნესის მიზანი არის, ცოტა გავშალოთ თვალსაჩინერი და გავშალოთ ისეთი ადამიანები, როგორ მიაღწიეს წარმატებას, რა გზა გაიარეს და ასე შემდეგ. ამიტომაც ხო, ჩვენი მიზანიც ზუსტად ეს არის და ძალიან მიხარია, რომ თქვენი რუბრიკა ამ მიზანს ძალიან კარგად ემსახურება და ასრულებს კიდეც. ახლა რეპორტაჟი დავაანონსოთ უკვე ერთად და დავუტოვოთ ჩვენს მაყურებელს ძალიან საინტერესო ღონისძიების ამსახველი რეპორტაჟი, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოამზადა, რომელიც ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით დამზადდა. გიტოვებთ ძალიან საინტერესო რეპორტაჟს და გემშვიდობებით ხვალამდე. ქალთა საზოგადოებამ რიგით მე-11 საქვემოქმედო წარდგენის ცერემონიას უმასპინძლა, რომელიც ორმაგი მნიშვნელობის მატარებელი იყო. ერთი მხრივ, მკერდის კიბოთი დაავადებული ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ხოლო მეორე მხრივ, ორგანიზაციის რიგებში ახალი ღირსეული წევრების მიღება. ღონისძიება გაჯერებული იყო პოზიტიური ემოციებით, სადაც ასობით წარმატებული ქალბატონი შეიკრიბა ერთ სივრცეში, რომლებიც თავიანთი საქმიანობით შთაგონებას ანიჭებენ საზოგადოებას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე. ლიდერ ქალთა ორგანიზაციამ დღეს რიგით მე-11 ღონისძიება ჩაატარა, რომელიც მიძღვნილი იყო ძუძუც კიბოს დაავადებული ქალბატონებისადმი. ლიდერ ქალთა ორგანიზაცია, როგორც ყოველ ღონისძიებაზე დღესაც გამოირჩეოდა ხალხმრავლობით. ჩვენი ძირითადი მისია და მიზანი არის გვერდით დაუდგეთ, როგორც მოწყვლად ჯგუფებს, ქალბატონებს, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა და გვერდით დგომა სჭირდება, ასევე სტარტაპერ ქალბატონებს, მეწარმეებს, ბიზნესმენებს,
რომლებიც ძირითადად ორიენტირებული არიან განვითარებაზე და ჩვენ მაქსიმალურად მხარს უჭერთ მათ იმისთვის, რომ ისინი ფართო საზოგადოების წინაშე იყვნენ წარმოდგენილები და მათ შესახებ იცოდნენ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს. დღეს ჩატარდა ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც გამოირჩეოდა ხალხმრავლობით, ინტერაქციისა და ჩართულობით. მოცემული ღონისძიება ეძღვნებოდა ძიძვის კიბოთი დაავადებული ქალბატონებისადმი პრევენციას, საზოგადოებასთან ურთიერთობას, მაქსიმალური ინფორმაციის გავრცელებასა და მათ მხარდაჭერას. მოცემული ღონისძიება გახდა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და საინტერესო მოგონებებით დატვირთული. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი.